ეს ნახე. სავიღავი ბიჭო. სავიღავი და დავრბავდი. მერე მამა იგა სისხლიანი რატო გაგდა სახედა ლურჯებული. ხემ ეწივნენ მა პატრო. არ დაგწევიან გენაცვალე საფუძვლიანად თუ არა მაგდენის სირბილის თავი ნამდვილად არ გექნებოდა დამიჯერე მოკლედ საღამო მშვიდობისა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო ყველას მოგესალმებით კომედი არხის და ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ტრადიციული მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ გვიყურებთ და როგორც უკვე მიხვდით ეთერშია გადაცემა ანეკდოტების რვეული მე მისი წამყვანი ნიკა არაბიძე გახლავართ ბევრს აღარ გავაგრძელებ და რახან ჩვენ უკვე ვნახეთ მერვე ადგილი მოდით ვნახოთ მეშვიდე ადგილი ეკიმო გამარჯობა ჩემ ცოლთან დაკავშირებით ავარ ეკიმო მერე იცით რა მაინტერესებს რა აი სექსის მერე ხო ჩემი ცოლი იკვინება ხომ მეტყვით ეკიმო რისი ბრალია რა ვიცი მე ვერაფერი შევატყედა რას ლაპარაკობთ კაცო ეგ მარტო შინაურებისკენ იწევს გარეულს არ კბეს მეექვსე ადგილი ვნახოთ რა კარგია ცხილი ჩაი პირდაპირ პირში სწავს აი ბიჭო შენ იცოდი ადამიანის მუცელში 12 მეტრ ნაცლავი არის 12 მეტრ ნაცლავი რა ჯანდაბად უნდა მუცელში ჩაი გიყვარს? როგორ არ უყვარს ბიჭო ჩაი ხოდა ბიჭო მაგი იმისა რომ ცხელმა ჩაიმ ტრაკი არ დაგწვას მართალია ეს ადამიანი გენაცვალე ან უცებდა ვაი ჩაიფსა ფეხები ხო არ უნდა დაიდუღო ადამიანი სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ ერთი პატარა ანეკდოტი მეც მინდა მოგიყვეთ ორი მოხუცი ეზოში საუბრობს თავისთვის სყედან სკამზე და რაღაცებზე ლაპარაკობენ და უცებ ერთმა შესთავაზა მეორეს მოდიო ქალებში ხო არ წავსულიყავით რაღაც ახალგაზრდობა გავიხსენოთ კარგი აზრია წავიდეთ ქალებში მაგრამ უარი რო გითხრანო ეგ რა პრობლემაა ბიჭო შენ ის მითხარი რო დაგვრთახდნენ მერე რა ვქნათო ასე არის გენაცვალე ჩვენ კი ვნახოთ მეხუთე ადგილი გამარჯობათ Отсюда. Студент. კი ნამდვილად სტუდენტი ახლახანს გიმოგზაურია. სოფელში ვაჟი შვილი ხარ, ხო? მეიცა მაგას სიდან მიხვდი. სიდან და გადატყაული გაქვს ხელი. ხო და რა გემკითხავება გენაცვალებ დაელაპარაკებ აქ ხალს იქნება კიბიცე შვება მაგ მარჯვენა ყელს მეოთხე ადგილის ჯერია
როგორც ვატყობ, მე შენთვის პირველი მამაკაცი არ ვარ, ხო? როგორც ვატყობ, არც უგანასკნელი. მალადეცმა უამბიც რა მოაწონა სექსი. კოჩა. მესამე ადგილი ვნახოთ. 1 2 3 4 და 5 დაგაცადოს ღმერთმა მეში მინდა ებიჯო გააგორე რო აქანქარე მაგამათელს ხელში ჩქარა კენი აბა გამათელო მეში ოი სრა გააგორე ოიცა ოი სეგად მათამაში ლაგიტირებ ყოფა შენ მეიცა ოი მე კიდე მოკლა რა მითხარი შენ დავიკითხარი სე ძამი ვერ გამოკვები რატო ბიჯო კენჭი ყავს კდარი აუ შტერია ბიჯო აგი კენჭი კი არა ბიჯო მამა მყავს მკვდარი და დავზე გამოყევი შენ რა იცი შეიპატრონე გააგდო ბიჯო მოდი აქ ცხენია ბიჯო მე მამას ადარებ ამ ხელა ანგელოზივით შაშის კარზე მოკლულ კეთს შემდეგ შემოგთავაზებდეთ ერთი ანეკდოტი მინდა მოგიყვეთ ერთი ხალბატონი გათხოვდა და გაყო ძალიან ასაკიან ადამიანს და ნუ დაქალი ეკითხება მე ბიჭო ასე მოხუცო რატო გაყევიცო მომისმინეო მაკი არა მე უნდა დამიჯერო და ჩემსავით მოიქცეო რაც უფრო ასაკში ადამიანიო მით უფრო მდიდარიო აბა დააკვირდი კარგათო ვერცხლით მაშიო ოქრო კბილებშიო სიზღში შაქარი, თირკმელებში ქვები და უძრავი ქონება შარვალში. აწყვილი ხემსაგდია. მეორე ადგილი ჯერია. გამარჯობა. მოძოს. გადადი უკან გადადი. უკან. უკან? ო, გადადი. ო, კარგად, არა. კიდე გადადი, კიდე. ვიდეო? აი, დავალ. გადადი მეთქი უკან ხო გითხარი? მე მიჭირი? გადადი, ხო, შეგეუნები. აი, დავალ, ახლა. აუ. ბიჭო შენ ხო გითხარი გადადი დროზე რაო იძახე გადადი უკან დროზე ბიჭო მოდა დამა მე ფაქიცარ ულობდამა და ავტობუსში არ ამევიდოდი მეგონა გაუნდაური ისე რასერში მართალია კაცი რაც ავტობუსში არა იმ ხელაგდის გასავლელად ჩაჟი და მაგ ავტობუსში შეკაი ადამიანი და ის გადაგჩენია ვნახოთ პირველი ადგილი ო დავაება გაგვიმარჯოს გაგვიმარჯოს აბარა წევიდა აბა ო თეტა ბიჭო რა ფერი გაიღვინოა ჩემი დედა აბა გუდუ მართლა რა მაგარი ღვინოა ჩემი დედა ჩემი დედა ყავს თქვენი დედა მართლა გაიღვინოა არა მე ხო იქ არ ყოფილი ვარ მაგრამ ფერზე ეთყობა მართლა მაგარი ღვინოა ჩემი დედა მოკლედ ბაზობატონებო და ქალბატონებო დღეისათვის სულ ეს იყო მე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს რომ ასეთი საინტერესო და მხიარული გადაცემა მოგვიმზადეს მე კი უნდა დაგემშვიდობოთ საუკეთესო სურვილებით ჩვენ ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში ისევ აქ ისევ ამ ადგილას შევხვდებით კარგად ბრძანდებოდეთ